მოხალისეობა საქართველოში ეს თემა და მით უფრო საკითხია, რომელთაც არაერთი ადამიანია დაინტერესებული. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, თუ ვინ არის მოხალისე, რა საქმიანობს, რა პასუხისმგებლობა და როლი გააჩნიათ მათ. სწორედ ჩვენი სიუჟეტიდან გამომდინარე გავიგებთ მოხალისეობის შესახებ. მოხალისეობის შესახებ გავიგე დაახლოებით 4 წლის წინ, როდესაც დაიწყო კორონა პანდემია. გავიგე Facebook-იდან ერთ-ერთი პროექტის შესახებ, რის შემდგომაც გავხდი უკვე მოხალისე და იმ დროიდან მოყოლებული 4 წლის მანძილზე საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული. დღესაც ვცდილობ, რომ რაც დრო მაქვს და სურვილიც მოვახმარო მოხალისეებრივ საქმიანობას. გამოვყოფდი თანასწორ განმანათლებლობის მიმართულებას, სადაც დაახლოებით მიმუშავე 2 წელი და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული. თანასწორ განმანათლებელი არის ადამიანი, რომელიც თავის ტოლს და სწორს, ესე ვთქვათ, უტარებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრას, ეს იქნება ფორმალური თუ არაფორმალური. მე პირადად ვიყავი თანასწორ განმანათლებელი ჯანსაღი ცხოვრების წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სადაც განვიხილავდით სხვადასხვა თემებს, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა პირადი ჰიგიენა, რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რაც მოიაზრებს გადატეხს ასაკი და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის საინტერესოა და ამ სფეროში მნიშვნელოვანი ის არის, რომ თანატოლს არ ერიდება თანატოლთან სხვადასხვა თემაზე, აბუნებრივ თემაზე საუბარი. 2023 წელს გავხდი წლის საუკეთესო მოხალისე, ავიღე მოხალისის საერთაშორისო ჯილდო. 2023 წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული, რამაც გამოიწვია ამ პრიზის აღება. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი მაიღო იგივე ჯილდო სხვადასხვა სფეროში. მე კონკრეტულად ავიღე ჯანსაღი ცხოვრების წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ნამდვილად ბევრი რამ ვაკეთეთ მე და ჩემი გუნდის წევრებმა, სხვა თანასწორ განმანათლებლებმა. მოვიცავით სხვადასხვა რეგიონი, არა მხოლოდ თბილისი, მაგალითად მარნეული, ახალციხე და ასე შემდეგ, სადაც მუშაობდით და ვცდილობდით, რომ ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად მიგვეწვინა ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე. თანასწორ განმანათლებლობისა და მოხალისეობის ისე ვთქვათ შეკრება და დაჯილდოვება გაიმართა 5 დეკემბერს მოხალისის საერთაშორისო დღეზე, სადაც ჩვენ ვთქვათ ყველანი ერთად ყველამ ერთად გავაზიარეთ ინფორმაციები და შემდგომ უკვე გქონდა ეს დაჯილდოვების ცერემონია, სადაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ემოცია იყო ერთად და ვფიქრობ, რომ ესეთი აქტივობები ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოხალისეებს ამით გვეძლევა ბევრი სტიმული, რადგან ჩვენ ამ საქმიანობით არც რაიმე შემოსავალს ვიღებთ, არც რაიმე პრიზებს და ასე შემდგომ. ეს არის ჩვენთვის წახალისების საშუალება და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ყველა ადამიანს თავის სფეროში სჭირდება წახალისება, რადგან რაღაცა მომენტის შემდგომ მოხალისეობაც უკვე იზრდება მოსაწყე საქმიანობად და ამ ყველაფერს სჭირდება უბრალოდ ხელის შეწყობა, რომ ყველა ადამიანს ისევე უნდოდეს მოხალისეობა, როგორც ჩვენ გვინდოდა თავის დროზე. თქვენგან როგორც ახალგაზრდისგან მაინტერესებთ თუ ფლობთ ინფორმაციას მოხალისეობის შესახებ, თუ ვინ არის მოხალისე და რა საქმიანობს. მოხალისე არის ადამიანი, რომელიც აკეთებს თავის აქტივობას სრულად უთხრობს. მოხალისე ადამიანი არის, რომელსაც თავის საქმეს აკეთებს გულით და ეხმარება ადამიანებს. ცხრა წლის წინ მომხდარით 13 ივნისის სტიქიისას დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ მოხალისეებს. მძიმე სიტუაციის და ფსიქოლოგიური გარემოს მიუხედავად არ შეშიდნენ და სხვა თანამოქალაქეებთან ერთად დაიწყეს სტიქიურ ზონებზე მუშაობა. სწორედ აქ გამოჩნდა მათი როლი საზოგადოებაში და ქვეყნის სამსახურში. ახალგაზრდების ერთიანობამ ერთმა მიზანმა და ძალისხმევამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიები აღადგინეს. ისტორია მე-19 საუკუნის ლონდონიდან იწყება. როტარი კლუბი ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც საუკუნეების წინ მოხალისეთა ინტერესებს აერთიანებდა. დღეს კი ის გლობალური ქსელია, რომელიც 6 კონტინენტს აერთიანებს. როგორც ირკვევა, როტარ კლუბს საქართველოშიც ყავს წარმომადგენელი. სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა როტარ კლუბის მოხალისე სოფიო სიჭინავა ღირსების ორდერით დააჯილდოვა. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მოხალისეობა ყველას გვაერთიანებს.